მოგესალმებით. ამ ვიდეოში ნახავთ თუ როგორ დარეგისტრირდეთ როგორც დამრიგებელი ან მასწავლებელი. ამისათვის გადავდივართ ავტორიზაციის გვერდზე და შემდეგ ირჩევთ რეგისტრაციას. აქ როლში მივუთითებთ მასწავლებელს და შემდეგ შევსებთ ყველა საჭირო ინფორმაციას. ინფორმაციის შევსების შემდეგ დააწვევით რეგისტრაციას. რეგისტრაციის გავლის შემდეგ გადავხვალთ თქვენს პირად პროფილში, სადაც ნახავთ რომ თქვენი ანგარიში არ არის ვალიდირებული. ამისათვის უბრალოდ უნდა დააწვეთ ვალიდაციის მოთხოვნას. ამის შემდეგ თქვენი მოთხოვნა გაეგზავნება სკოლის დირექციას და თქვენი ანგარიშის გააქტიურების შემდეგ გექნებათ სრული წვდომა ჩვენ საიტზე. როდესაც თქვენი მომხმარებლის ანგარიში გააქტიურდება, გექნებათ დამატებითი წვდომა თქვენს პერსონალურ მონაცემებზე. აქ ნახავთ რომ შესავსები გექნებათ დამატებითი მონაცემები, როგორც არის ხართ თუ არა დამრიგებელი და რა საგნებს ასწავლით. თუ თქვენ არ ხართ დამრიგებელი, შესაბამისად ნიშნავთ რომ არ ხართ დამრიგებელი და მომდევნო მონაცემების ცვლილების უფლება არ გექნებათ, უბრალოდ დაამატებთ ჯგუფებს. ხოლო თუ თქვენ ხართ დამრიგებელი, მაშინ აირჩევთ რომ ხართ დამრიგებელი და შეავსებთ თქვენი სადამრიგებლო კლასისთვის საჭირო ინფორმაციებს. ამის შემდეგ უნდა შეიყვანოთ ის ინფორმაციები იმ კლასებზე, რომლებსაც ასწავლით. ამისათვის უნდა დააწვეთ ჯგუფის დამატებას და აქ შეგიძლიათ დაამატოთ იმდენი ჯგუფი, რამდენიცაც ასწავლით. როდესაც დააწვევით ჯგუფის დამატებას, აქ უნდა შეიტანოთ ის ინფორმაციები, იმ ჯგუფზე, რომლებსაც ასწავლით, რომელი კლასია, რომელი პარალელია და რა საგანს ასწავლით ამ კლასს. თუ თქვენ ხართ დამრიგებელი, მაშინ ამ ჩამონათვალში უნდა შეიტანოთ ყველა ის კლასი, რომელიც არ არის თქვენი სადამრიგებლო. ანუ თქვენ თუ ხართ დამრიგებელი, თქვენ სადამრიგებლო კლასს უნდითებთ მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი ველებიდან. ხოლო ჯგუფების ჩამონათვალში დაამატებთ ყველა იმ სხვა კლასს, რომელიც არის თქვენი სადამრიგებლო. თუ თქვენ არ ხართ დამრიგებელი, მაშინ მონიშნავთ არას და უბრალოდ ჩამატებთ ყველა იმ კლასს, რომელსაც ასწავლით. აქ შეგიძლიათ დაამატოთ ბევრი კლასი და თუ შემთხვევით ზედმეტი დაგემატათ, შეგიძლიათ წაშალოთ. ამ ინფორმაციის ცვლილება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, უბრალოდ როდესაც მოახდენთ რაიმე ცვლილებას თქვენს პერსონალურ მონაცემებში, უნდა დააჭიროთ შენახვას, რომ შეინახოს თქვენი მონაცემები. და ამის შემდეგ ზუსტად იგივენაირად ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი მონაცემები.